თუ მოიძებნება ისეთი დიდი კულტურული მემკვიდრეობის მქონე ქვეყანა, როგორიც საქართველოა. მისი ყოველი კუთხე ნათლად ასახავს ისტორიის ყოველ ეტაპს. ამ მხრივ ერთ-ერთი გამორჩეული მხარეა კახეთი. კახეთის ისტორიაში ძნელია ხანგრძლივი მშვიდობიანი პერიოდის მონახვა, მაგრამ ქართველი ერი, რომელიც ცნობილია თავისი შრომის მოყვარეობითა და მებრძოლი ხასიათით, ყოველთვის ახერხებდა აეშენებინა თავდაცვითი და საეკლესიო ხასიათის ნაგებობები. მრავალ ისტორიულ ძეგლზე შემონახული წარწერები საინტერესო ცნობებს გვაწვდიან წარსულ საუკუნეებში ამ მხარის ისტორიული და კულტურული ვითარების შესახებ. ერთ-ერთი ასეთი ტაძართაგანია სოფელ შილდისთავში მარიამ ღვთისმშობლის სახელზე აშენებული ბაზილიკური ტიპის ტაძარი, რომლის მშენებლობა ამბროსი ნეკრესელის სახელს უკავშირდება. ამბროსი ნეკრესელი ერისკაცობაში კი თავადი ზაქარია მიქაძე, ქართველი სასულიერო მოღვაწე, მხადაგებელი, პოეტი და კალიგრაფი იყო. იგი ბერად 1777 წლის შემდეგ აღიკვეცა. 1794 წლიდან კი 18 წლის განმავლობაში ნეკრესის ეპისკოპოსი იყო, რომელიც წყემსთავრებისგან თავისებური ხასიათით გამორჩეული და მეტად გამოკვეთილი მორწმუნე მამულიშვილი ყოფილა. სწორედ მისი მოღვაწეობის პერიოდში ლექთა ხშირი თარეშისაგან გაიძარცვა და დაინგრა ნეკრესი. მისი აღდგენა და ღვთისმსახურების შესრულება შეუძლებელი გახდა. მდგომარეობამ ამბროსი აიძულა სოფელ შილდისთავში მარიამ ღვთისმშობლის სახელზე ტაძარი აეშენებინა, სადაც შემდგომში ნეკრესის საეპისკოპოსო რეზიდენცია გადაიტანა. ტაძრის სამშენებლო მასალად გამოყენებულია რიყის ქვის მასიური ლოდები, ფიქალის დიდი ნატეხები და შირიმის კარგად გათლილი კვადრატები. ტაძარი ამჟამად რესტავრირებულია. ბოლო რამდენიმე წელია აქ აღმშენებლობითი სამუშაოები მიმდინარეობს. მრევლის და კეთილინების ადამიანების ხელშეწყობით ისტორიული გალავნის აღდგენითი სამუშაოები ამჟამადაც გრძელდება. ასევე რესტავრაცია უტარდება ტაძარს. მიმდინარეობს მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა. სამუშაოები ტაძრის მოქმედი მოწყვრის მამა პეტრეს ლოცვა-კურთხევით ხორციელდება. ასევე დაგეგმილია ტაძრის შიდა ფასადის მოხატვა და პირვანდელი იერსახის დაბრუნება, რომელსაც საბჭოთა პერიოდში ისეთივე ბედი ეწია, რომელიც მრავალ სხვა ქრისტიანულ სამლოცველოს. მე-19 საუკუნის გამოჩენილი გერმანელი საზოგადო მოღვაწე და ლიტერატორი არტურ ლაისტი კახეთზე წერდა: ნათელო კახეთო, ტყიანი მთების გვირგვინი შემოვლებია შესმწვანეველს მინდორს. მზედა მთვარე შენი მეგობარია, ვისაც სასწაული უნდა იხილოს, მან სავსე მთვარიან ღამეს თელავიდან აღმოსავლეთით ალაზნის ველს უნდა უყუროს.